გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზისის აკადემიის კვლევები. თემა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ეს მეოთხე გადაცემა და თემას ქვია შემდეგი: ქართველები უძველეს მსოფლიო ცივილიზაციათა სათავებთან. დღეს ჩვენ საუბრობთ ანთროპოლოგიურ მასალაზე, ანუ ქართველური მოდმის მოსახლეობის თავის ქალებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან საინტერესოა ზოგადად სხვა თემებთან ერთად, ლინგვისტიკასთან, ისტორიულ და სხვა კვლევებთან ერთად ანთროპოლოგიური მასალის წარმოდგენა. ჩვენ წინასწარ გითხარით და ახლაც გავიმეორებთ, ადრე გადაცემებში ვთქვით, რომ ჩვენ გვექნება საუბარი შემდეგ გადაცემებში მათემატიკურ და კომპიუტერულ მოდელირებებზე, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ პროფესორ თემურ ჩილაჩევას და პროფესორ გიორგი ფოჩხუასთან ერთად ჩვენ და ამ საკითხებს ჩვენ შემდეგ გადაცემაში გავაშერებთ. როგორც გითხარით, დღეს საუბრობთ ანთროპოლოგიურ მასალებზე. პირველ რიგში ჩვენ შევეხებით იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახის კვლევას. იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი დაიბადა გერმანიაში 1752 წელს და გარდაიცვალა 1840 წელს. მისი კვლევის საგანი გახდა საერთოდ ადამიანთა თავის ქალების შესწავლა. და მან დისერტაცია დაიცვა გეტინგენის უნივერსიტეტში. ამ მხრივ მას ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდა ადამიანთა ქალების თავის მიხედვით დაეშალა ადამიანთა მოდგმა სხვადასხვა კლასიფიკაციით. აი მაგალითად ერთ-ერთი კლასიფიკაცია მან გააკეთა, უბრალოდ ჩანს რომ სამჯერ გააკეთა ეს კლასიფიკაცია. პირველი კლასიფიკაცია უფრო ადრე ჰქონდა დისერტაციაში, შემდეგში დახვეწა მან ეს და 1792 წელს უკვე მან მესამე კლასიფიკაცია გააკეთა ადამიანთა თავის ქალების მიხედვით და აქ ძირითადად მან კვლევის საგნად და მნიშვნელოვნად გამოკვეთა ქართველი ქალის თავის ქალის მასალა. მოგეხსენებათ, ჩვენ ადრე გადაცემებში საუბრობდით ქართველი ქალის თავის ქალა. ეს არის არქეოლოგიური მასალა, ძირითადად კვლევრებმა და სპეციალისტებმა იციან და ასევე როგორც ვთქვით, გადაცემის მსმენელებმაც, რომ რუსეთ-თურქეთის ომის დროს, რომელიც მიმდინარეობდა დღევანდელი ყირიმის ტერიტორიაზე, თქვენ მოგეხსენებათ, რამდენიმე ომი იყო და განსაკუთრებით ეს არის 1791 წლის ომი, რომლის დროს თურქეთმა წააგო ეს ომი და რუსეთის მოგებით დასრულდა. სწორედ აქ შედგა მათ შორის ზავი და ხელმოწერის დროს დოკუმენტებში ასახული იქნა, რომ რიგი ქრისტიანები, რომლებიც იყვნენ დატყვევებული თურქების მიერ ყირიმში, გადასცემოდა რუსეთის მხარეს. ეს შეთანხმების დოკუმენტი ჩვენ გაჩვენეთ ადრე. ერთი მხრივ აწერს რუსეთის იმპერატორი ეკატერინე მეორე მხრივ აწერდა თურქეთის თავარი მმართველი შემთხვევაში ჩანს რომ ძალიან საინტერესო იყო ამ მხრივ მათ შორის ხელმოწერა ჩვენ ეს დოკუმენტი ვნახეთ და შევისწავლეთ, მაგრამ მნიშვნელოვნად ახლა ჩვენ თემას რომ მივუბრუნდეთ, აქ იყო, როგორც გითხარით, გამოიკვეთა ქრისტიანების გადასცემა რუსეთის მხარეს და ერთ-ერთი ქართველი ქალი იმყოფებოდა ამ ქრისტიანებს შორის და აღმოჩნდა რომ ეს ულამაზესი ქალბატონი, რომელიც რუსმა სამხედროებმა გადმოიყვანეს რუსეთის მხარეს და წაიყვანეს მოსკოვში. ეს ქალბატონი როგორც ჩანს ჩვენი ვარაუდით
დიდგვაროვანი უნდა ყოფილიყო, ძალიან ლამაზი, მშვენიერი ტიპის ქალბატონი, რომელსაც განსხვავებული და ბევრი ის მონაცემები ჰქონდა, რაც ანთროპოლოგიურად საინტერესო გახდა მკვლევრებისთვის. მას გადატანი ჰქონდა მალარია. როგორც მკვლევრები ამბობენ, მალარიას აქვს რაღაცა ეთყობა დროთა განმავლობაში ის დანიშნულება, რომ სულის ფორმების რაღაცა სახით ცვლილება გამოიწვიოს და ამ შემთხვევაში ეს თავის ქალის ფორმები ისეთი სახის იყო, რომელიც პროპორციულად ძალიან მაღალი ნიშნას იძლეოდა. აი ეს ქალბატონი, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ვარაუდით დიდგვაროვანი უნდა ყოფილიყო, გადაიყვანეს მოსკოვში. მოსკოვში მას ყურადღებას აქცევდნენ სამხედრო პირები, რუსი სამხედრო პირები. მას აქ ქარული ავადმყოფობა დაემართა და მოულოდნელად გარდაიცვალა 1792 წლის დასაწყისში. აი, სწორედ ამ დროს გამოძახებული იქნა ექიმი, სპეციალისტი ჰილდერბრანდი, რომელიც დაბადებული იყო რუსეთში, წარმოშობით გერმანელი და მან შეისწავლა და დააკვირდა მის მონაცემებს, ამ ქალბატონის მონაცემებს და სანამ მას შესაბამის სისტემაში გადაცემდნენ, ანუ დააჭრიდნენ, იქამდე მან ითხოვა თავის ქალის გადმოცემა დამუშავების შემდეგ. რა თქმა უნდა, მან ეს მონაცემები ძალიან კარგად იცოდა, დაათვალიერა და დასკვნაც დადო, რომ რის საფუძველზე გარდაიცვალა ქალბატონი. თავის ქალა თავის სამუშაო ოთახში შეინახა, როგორც ჩანს 6-8 თვის განმავლობაში მოსკოვში ჰქონდა შენახული. იმდენად მოხიბლული იყო მისი პროპორციით, ამ თავის ქალის პროპორციით და მისი სილამაზით. თავის ქალასაც ქონია ისეთი სილამაზე, ეს არის სწორედ პროპორციიდან გამომდინარე. შემდეგში მან იპოვა სპეციალისტი, ანთროპოლოგი, თავადაც დაინტერესებული იყო, რა თქმა უნდა, მიმართულებით, რომელსაც ხარისხი ჰქონდა დაცული გეტინგენის უნივერსიტეტში, ეს გახდათ თომას აში, რომელიც ცხოვრობდა პეტერბურგში, ძალიან ცნობილი სპეციალისტი, როგორც და ასევე სამხედრო პირი, გახდათ მაშინ რუსეთის ზედა ეშელონში და მას გადაუგზავნა თავის ქალა. შემდეგში თომას აშმა ეს მასალა, ეს თავის ქალა, თავის მეგობარს გეტინგენის უნივერსიტეტში იოჰან ფრიდრიხ ბლუბენბახს გაუგზავნა. ეს ისტორია 1792 წლის 8 აგვისტოს იწყება სწორედ გეტინგენის უნივერსიტეტში. აი გეტინგენის უნივერსიტეტში როცა ჩაიტანეს, ფოსტამ როცა ჩაიტანა, ბლუბენბახი ძალიან მოიხიბლა ამ ექსპონატით და ბევრ სპეციალისტს წინასწარ შეადგობინა და აჩვენა. ზოგი სპეციალისტი, რომლებიც ვერ ჩამოვიდნენ გეტინგენის უნივერსიტეტში, რაღაც პერიოდით გაუგზავნა თავიანთ ქალაქში. ყოველ შემთხვევაში ეს წერილები, რომელიც ამ თავის ქალასთანაა დაკავშირებული, არ გამოქვეყნებული წერილებზე მაქვს საუბარი, პირადი მოწერები სხვადასხვა მკვლევრებს შორის ძალიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხებიან თავის ქალასთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ ადრე გქონდა საუბარი ამ მხრივ და ამას კლერად ახლა არ გავაგზავნებ. შემდეგ თუ სურვილი გექნებათ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე იოჰან ბლუბენბახის შესახებ მასალა, ჩვენ ადრეულ გადაცემებში არის დეტალურად აღწერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს ანთროპოლოგიური მასალა, რომელიც მან 1795 წელს თავის წიგნში გამოაქვეყნა 230 წლის წინანდელი კალმით ნახატი ახალგაზრდა ქართველი ქალის მშვენიერი თავის ქალის მიხედვით. აი იმ ქალის თაობაზე, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობდით. წერია ციტატა ასეთი.
ამ მასალების კვლევის შედეგად, უბრალოდ დამთავრების ქალის კვლევის შედეგად, მან დაწერა ასეთი ციტატა. უბრალოდ თელი მასალა არის, მაგრამ ჩვენ ციტატას წავიკითხოთ. კავკასიური სახესხვაობა, რომელშიც იგულისხმება თეთრი მოდმა, ეს სახელწოდება ავიღე კავკასისტების სახელიდან ორი მიზეზის გამო. იმიტომ რომ მისი მახლობელი ტერიტორია, განსაკუთრებით კავკასიის ქედის სამხრეთი ფერდობი წარმოშობს ადამიანთა ყველაზე ლამაზ მოდმას გულისხმობ ქართველებს. ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზებით ასე ჩანს, რომ კაცობრიობის თავდაპირველი საცხოვრისი თუ სადმე უნდა განვათავსოთ, ყველაზე დიდი ალბათობით სწორედ ამ რეგიონშია. ეს მასალა, როგორც ვთქვით, ბევრია, კვლევის თვალსაზრისით საკმაოდ დიდი მოცულობის წიგნია, სხვადასხვა პერიოდში გამოცემული, ჩვენ ახლა ეკრანზე ვხედავთ 230 წლის წინანდ კალმით ახალგაზრდა ქართველი ქალი შვედიერ თავის ქალას და ის პირველი ჩანაწერი, რომელიც 1793 წელს გააკეთა ბლუმენბახმა და თავის მერის შემდეგში, რომელიც 1795 წელს გამოიცა, წიგნში იქნა შეტანილი. აქ არის ჩანაწერის წიგნი და ის პირველი გამოცემა, რომელშიც მოცემულია ქართველი ქალის თავის ქალის შესახებ მასალა. რა არის საინტერესო აქ? როგორც ჩანს, ანთროპოლოგებს ინტერესი ჰქონდათ ადამიანის თავის ქალის დახრის კუთხეზე. აი ახალგაზრდა ქართველი ქალის შვენიერ თავის ქალას დახრის კუთხე არის 91 გრადუსი. თქვენ ეკრანზე ხედავთ როგორი ეს გაზომვა მისა. ჩვენ ამაზეც საუბრობდით, როგორ უნდა ავიღოთ ეს კუთხე, წინა გადაცემებში ნახოთ და ისთვის ახლა საჭირო ჩვენ ეს მასალა. ეს მასალა იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენ დავადგინოთ თეთრი მოდმის ადამიანის სასახლო. მაგალითად, განსაკუთრებით გვაინტერესებს კუნძულ კრეტაზე და თავის ქალები, რომელიც აღმოჩენილია კუნძულ კრეტაზე, ამ თავის ქალებს რამდენი დახრის კუთხე აქვს. თავის ქალას. როგორც ჩანს ანთროპოლოგიურ კვლევებით ჩანს ის მასალა, რომ დახრის კუთხეებით განსხვავდება 5 მოდმა დედამიწაზე. ასე მიაჩნდათ მაშინ ანთროპოლოგებს 270 წლის წინ. კავკასიური მოდმისა ჩანს მინოსური ხანის კრეტული მოსახლის თავის ქალა, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, ეს რეკონსტრუქციაც არის და ეს ექსპონატი კრეტის უნივერსიტეტში ინახება. ბლუმენბახის კვლევებზე საკმაოდ ბევრი გამოხმაურება იყო ქართველ მეცნიერებს შორის. პირველ რიგში მინდა გავიხსენო ალექსანდრე ჭყონიას ნაშრომი, რომელიც 1890 წელს გამოქვეყნდა. და რა წერს იგი? თელის კავკასიის მკვიდრი ანთროპოლოგიურად ეკუთვნიან ერთ მოდგმას, რომელსაც უწოდებენ კავკასიის მოდგმას. კავკასიაში არიან უწმინდესნი და უშვენიერესნი წარმომადგენლნი ამ მოდგმისანი. სწორედ ამ გარემოებამ დაარქმევებინა ბლუმენბახს თელის მოდგმისათვის კავკასიის მოდგმა. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ალექსანდრე ჭყონიას წიგნის ყდას ისტორიული ნარკვევი ქრესტომათია, რომელიც 1890 წელსა გამოცემული. ჩვენ ახლა გვაინტერესებს აი მაგალითად როგორი არის ამ ტერმინის გამოყენება. ჩანს რომ ეს ტერმინი დიდი ხნის განმავლობაში გერმანიაში, ევროპაში გამოიყენებოდა, მაგრამ დღეს უფრო მეტად გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებდა ძირითადად ეს ტერმინი როგორ იწერება ოფიციალურ დოკუმენტებში, ამერიკის ოფიციალურ დოკუმენტებში და მაგალითისთვის ჩვენ ავიღეთ ბარაკ ობამას ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ მისი ოფისიდან, ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ, აი ბარაკ ობამა, მოიხსენებათ ფერადკანიანი პიროვნება, მაგრამ რატომ დავინტერესდი ამით? იმიტომ რომ დედამისი თეთრკანიანი ებრაელი გახლავთ, თეთრკანიანი როგორ არის ჩაწერილი, ანუ თეთრი ფერის ადამიანი ოფიციალურად როგორ წერია ამერიკის ოფიციალურ დოკუმენტებში, ამიტომ ავიღეთ ეს მაგალითი,
ბარაკ ობამას დედას ერქვა ენდახემი. აი მის სურათებს ხედავთ ეკრანზე. ეს ბარაკ ობამა პირველ რიგში, შემდეგ გაჩვენებთ ახლა ენდახემის და ბარაკ ობამას სურათს. აი და ეს ხრის დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, სადაც გამოხატულია ის მოცემულია ის სქემა, ყოველ შემთხვევაში ის ადგილი, სადაც წერია ბარაკ ობამას დედის გრაფაში კავკასიური. ჩვენ ოფიციალური მიწვევა გეტინგენის უნივერსიტეტში ექსპედიციის სახით განვახორციელეთ. ძირითადად ამ მხრივ დაინტერესებული იყო სამეცნიერო საზოგადოება პრომეთეოსი და მისი დირექტორი პატარი ჯიბია და მთელი ჯგუფი ამ ორგანიზაციისა და მათი ხელშეწყობით და ფინანსებით ჩვენ გავემგზავრეთ გეტინგენის უნივერსიტეტში, გავესაუბრეთ სპეციალისტებს, გავაცანით ჩვენი სამეცნიერო კვლევა, გავუზიარეთ ერთმანეთს და შესაბამისად შემდეგში ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამეცნიერო ნაშრომი. ამ შემთხვევაში ჯერ ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი შეხვედრა. მადლობა უნდა ვუთხრა ამის დამფინანსებელს საზოგადოება პრომეთეოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ორიგინალი თავის ქალაქ ვენახა გეტინგენის უნივერსიტეტში. მადლობა უნდა ვუთხრათ მიხაილ შულც პროფესორს, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის ამ თემების და ამ საკითხების შესახებ კვლევებში. და დიდი მადლობა უნდა უთხრათ პეტერბურგში დაბადებულ ბატონ ნიკოლოზ ლეჟავას, რომელიც შემდეგში დისერტაცია დაიცვა გეტინგენის უნივერსიტეტში, დღეს იქ თანამშრომელია, მეცნიერ თანამშრომელია და ჩვენ არ ვიცნობდით რა თქმა უნდა ნიკოლოზ ლეჟავას, მაგრამ შემდეგში კომუნიკაცია როცა დამყარდა, ეს მნიშვნელოვნად გამოიკვეთა მისი დამსახურება ის არის, რომ ჩვენ დაგვაკავშირა. მაგრამ განსაკუთრებით აქ მადლობა უნდა ვუთხრათ გერმანელ მეცნიერს, ფილოლოგს, რომელიც ძალიან დაინტერესებულია ქართული ლიტერატურით, განსაკუთრებით ვაჟა შაველას შემოქმედებით, ეს გახლავთ ფილიპ ამონი. ფილიპ ამონი იყო ჩვენი პირველი დამხმარე ამ კომუნიკაციაში და მან ძირითადად იმუშავა და დაგვაკავშირა ამ პიროვნებებს. საზოგადოება მიმართა რომ გთხოვნით, რომ თუ შესაძლებელია ამ თავის ქალის ასლი დავამზადო და შესაბამისი ფული იქნას გადახდილი, რომ ქართულ სამეცნიერო მუზეუმში მე ვფიქრობ, რომ ეს არის სამედიცინო მუზეუმი, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ რამა შინგელია, იქ დაიდოს ბინა. ასლზე მაქვს საუბარი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თაბაშირის ასლზე ჩვენ საუბრობდით წინა გადაცემაში, რომელიც დამზადდა 1857 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ, განსაკუთრებით უნდა ვთქვათ ეს ესე იგი კონკრეტულად არის პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალისტი ბერის ხელმძღვანელობით და ეს ასლი დღეს ინახება პეტერბურგის ეთნოგრაფიის მუზეუმში. ჩვენც გვაქვს ეს ნანახი და მრავალი სხვა მასალა, რომელიც ჩვენ ადრე გქონდა ამ მხრივ საუბარი. ახლა ესე იგი როგორც ვთქვით, ასლი თუ იქნება საქართველოში, სადაც ძალიან მნიშვნელოვნადაა გაკეთებული აკადემიკოს რამას შინგელიას ხელმძღვანელობით მუზეუმი და დიდი შრომა დადომა და მას აქვს ეს ძალიან კარგად გამოკვეთილი სტენდი ბლუმენბახისა და აი იქ რომ დაიდგას ორიგინალის ასლი. აი თუ ქართველების შესაბამისად იაქტიურობენ და
ასლის დასამზადებლად, თაბაშირის ასლის დასამზადებლად შესაბამისი თანხას მოაგროვ, ჩემთან არ არის ეს ძირითადად კომუნიკაციის დამყარება, ეს შესაძლებელია სხვა მხრივ მოხერხდეს, რომ ეს ორიგინალის ასლი თბილისში ინახებოდეს, როგორც ისტორიული ფაქტი, ისტორიული მასალა. აი ხა რაზე გვაქვს საუბარი? რაზე ხელდავთ, კალმით ნახატი ახალგაზრდა ქართველი ქალის შვენიერი თავის ქალა, რომელიც ორიგინალი, როგორც თქვით, ინახება გეტიკენის უნივერსიტეტში და ამის ასლის დამზადება საჭირო. რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევის საგანი იყო ბლუმენბახისა, ანთროპოლოგიის მამისა, საერთოდ დიდი მეცნიერი გახდათ, ეს ჩვენ რამდენჯერ ვთქვით, როგორც მაგათაც შედარების პრინციპით რომ გავაკეთოთ, როგორც ფიზიკაში ნიუტონია ასეთი კლასიკოსი გახდათ ბლუმენბახი. მინდა ახლა გაჩვენოთ ის დოკუმენტი, რომელსაც ხელსაწყობს რუსული მხარე, ეს ერთ-ერთი დოკუმენტია, სხვა მხარის მოწერაც არსებობს, მეორე მხარის უпроსტად თურქულისა, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ მაგალითისთვის ავიღეთ რუსული მხარის ხელმოწერა, რომელზეც არის სწორედ ამ საკითხზე საუბარი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, შეთანხმება რუსეთთან და თურქეთს შორის, რომ ქრისტიანი ადამიანები, ესე ქრისტიანული მოძღვრების მატარებელი ადამიანები რუსებს გადასცემოდა. აი, რაზეც ჩვენ თაბაშირის ასლს საუბრობდით, რომელიც კარბერმა 1857 წელს ჯგუფთან ერთად, რომელიც მივლინებული იყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიიდან, აი სწორედ ახლა ნახავთ ახალგაზრდა ქართველი ქალის შვენიერი თავის ქალის თაბაშირის ასლს, როგორც გითხარით, ინახება რუსეთის პეტერბურგის მუზეუმში და ამ თავის ქალას, ანუ ასლს აწერია სიტყვა გრუზინერინ. რუსული ფუძე, და გრუზინ, რუსული ფუძე და ერინ უკვე გერმანული დაბოლება, როგორც მდედრობის ქედის აღნიშნელი. აი ახალგაზრდა ქართველი ქალი შვენიერი თავის ქალა, როგორც თქვით, თაბაშირის ასლი ინახება სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პეტრე დიდის სახელობის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში. ჩვენ იქ ასევე ვიპოვეთ ქართველი მამაკაცის იმერელისა სახის დახრის კუთხე, როგორც ჩანს ეს დაინტერესება ძალიან არა მარტო გერმანიაში იყო, არამედ რუსეთშიც. საერთოდ კვლევრები ამ საკითხით იმიტომ დაინტერესდნენ, რომ ცოტა მოგიანებით გეტყვით, რატომ ეს მნიშვნელოვანი. დახრის კუთხე ამ ადამიანს მამაკაც აქვს 94 გრადუსი. კიდევ გეტყვით ერთ აზრს, რომ ჩვენ ძველი წიგნებიდან, რომელიც მოვიწიეთ გეტიკენის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძველი დირექტორის ანთროპოლოგიური კვლევების მიმართულებით, ვინც მუშაობდა, მას 1860 წელს დაახლოებით გამოქვეყნებული აქვს წიგნი და იქ კიდევ არის შეტანილი ორი ქართველი ადამიანის მონაცემები. ეს კვლევები საინტერესოა როგორც ცივილიზაციის გამოკვლევისთვის, რომელიც ცივილიზაციას ეკუთვნის საზოგადოება დაუშვათ გათხრების შედეგად ნაპოვნი თავის ქალების მიხედვით დახრის კუთხის მიხედვით შეიძლება დადგინდეს თეთრკანიანია თუ თეთრი ფერის ადამიანია თუ შავი ფერის. ამ დახრის კუთხეებით თეთრ ფერის ადამიანს აქვს დახრის კუთხე 90 გრადუს მიახლოებული, ხოლო ფერადკანიანს ცოტა სხვა დახრის კუთხე, ნაკლებ დახრის კუთხე აქვს. საერთოდ ეს დახრის კუთხეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ანტიკურ საბერძნეთში. აი დახრის კუთხეს ესე იგი უფრო ბლაკს ხდნიდნენ, იმიტომ რომ ესე იგი ლამაზი ფორმა გამოსულიყო საერთოდ ადამიანის თავის ქალა. აი მაგალითად მედიას თავის ქალის დახრის კუთხე, რომელიც ერთ-ერთ ნახატია მოცემული 95 გრადუსიანია. ეს არის ახლა ეკრანზე ხედავთ წითელი ამფორა, წელიწად 333 წელი ინახება იტალიაში, ლუვრის უпростоრად კამპანია იტალიაში ანაპოვნი და ინახება ლუვრის მუზეუმში. და ამ თავის დახრის კუთხეებს, როგორც თქვით, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ახლა რუკაზე ხედავთ,
მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ხალხის მიგრაცია დნმ-ის მოლეკულური შესწავლის მიხედვით ეს მოსაზრება რა თქმა უნდა ძველ წელთაღრიცხვის 4000-დან 2000 წელი ესე იგი ქრისტეშობამდე აქ არის მოცემული მინოსური ხანის კრეტისა და მტკვარ-არაქსის კულტურის ხალხის ერთნაირი გენეტიკური მონაცემები. კიდევ ერთ რუკაზე ვხედავთ სხვადასხვა მოსაზრებები რა თქმა უნდა ინტერნეტში არის დადებული შეადარეთ საქართველოს და კრეტის მონაცემები გაფერადების ანუ შესაბამისი ერთი ფერის და მასთან დაკავშირებით ცოტა ცვლილებები აი თელი ხმელთაშუაზღვისპირეთი შავი ზღვისპირეთი ძირითადად ერთი მოდმის ხალხი არიან თეთრი მოდმის ადამიანებზე საუბარი სადაც არის თეთრი მოდმა აგერ თქვენ ხედავთ ძველ პერიოდიდან. და ახლა ვნახოთ ფრესკა მშვენიერი ახალგაზრდა ქალბატონებისა მოხდენილი ვარცხნილობით აკროტილის სასახლის ფრესკები ეს ძველ წელთაღრიცხვის 17 საუკუნე ანუ ქრისტეშობამდე 1700 წლით კუნძული სანტორინი და ეს ინახება პრეისტორიულ თერას მუზეუმში აი სწორედ ეს ქალბატონები თეთრი მოდმის არიან იმიტომ მათი დაახრის კუთხე 90 გრადუსს მიახლოებულია. თუ მათი დაახრის კუთხე ნაკლები იქნებოდა, ანუ უფრო მახვილი, არა მარტი და არა ბლაგვი, ესე იგი ბლაგვი უფრო ასეთი ფორმისაა, მარტი სწორი და მახვილი დაახრის კუთხე უფრო ნაკლები 90 გრადუსს. სწორედ როცა მახვილია კუთხე დახრისა თავის ქალისა, მაშინ ის აუცილებლად არის ამ კვლევების მიხედვით ფერადკანიანი, მაგრამ ამ ფრესკაზე გამოხატული ორივე ქალბატონი კიდევ ერთხელ ვნახოთ, არის თეთრი ფერის ადამიანები და ჩვენი შესწავლის და ჩვენი კვლევების თანახმად ეს პელასკები, პირობითად ასე რომ დავთქვათ, მაგრისელები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე, ეს ბერძნულწარების მიხედვით ცნობილია, ქართველური მოდმის ერთ-ერთი მეგრულად და სატომოს სახელს აღნიშნავდა და ეს ჩვენ წინა გადაცემებში ვისაუბრეთ. აი თანამედროვეს უფრო სწორად შევადაროთ ულამაზესი ქართველი ქალები, მაგალითად თქვენ ეკრანზე ხედავთ ანეტა მელიქიშვილი, ანა შარაშიძე, თინა ლომიძე, ლიკა ქავჟარაძე, ლეილა ფრიფიანი, ლია ელიევა, დოდო ჭიჭინაძე, მედია ჭაპარიძე. ძირითადად ამ ადამიანების სახის მოწყობილობა, ესე ფორმები ძალიან გავს ამ ქალბატონებს, რომელიც გაჩვენეთ რამდენიმე წუთის წინ ფრესკაზე და ასევე ის, რაც დაახრის კუთხეზე საუბრობდით რამდენიმე წუთის წინ. ჩვენი სასაუბრო თემა სწორედ ეს იყო, მოკლედ, რომ ჩვენ გაგვესაზღვრა, ესე იგი, გაგვეგო, როგორც ანთროპოლოგიურად, ლინგვისტურად, არქეოლოგიური მასალებიც, ბევრი სხვა და ამ ხრივ ვეჩვენებინა, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთის მოდგმა არის პროტოქართველური სამხრეთ კავკასიური. აქ კიდევ ჩვენ ახალი მასალა, ახალი კვლევითი მიმართულება ავიღეთ, როგორც თქვით, ჩვენ სამნი ვართ ამ მიმართულებით მათემატიკურ ჯგუფში, პელაზურ ჯგუფში, პროფესორი თემურ ჩილაჭავა, პროფესორი გიორგი ფოჩხუა და მე, სადაც ჩვენ ვიმუშავეთ და უკვე კარგად შევადგინეთ ეს სისტემურად მათემატიკური და კომპიუტერული მოდელები, გამოკვეთეთ შესაბამისი მათემატიკური სცენარი, მათემატიკური პოპულაციის მოდელები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საქართველოში კვლევებით და ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ პროფესორ თემურ ჩილაჭავას ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები აქვს მათემატიკური მოდელირების მიმართულებით. ფაქტობრივად რომ ვთქვათ, ამ ტიპის კვლევების მსოფლიო მასშტაბით ძალიან განსაკუთრებული და რომ ვთქვათ, მაღალი ღირებულების ნაშრომებია და ვფიქრობთ, რომ უცხოეთის მეცნიერები ამ ხრივ დაინტერესდებიან. პროფესორ თემურ ჩილაჭავა ყველას მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე გადაცემაში მოწვეული ყავდა და მისი მასშტაბური აზროვნება არა მარტო მათემატიკაში, არამედ სხვა დარგში, სოციოლოგიაში, ეკონომიკაში, ფილოლოგიურ საკითხებზე მას აქვს ძალიან დიდი ნიში მოდელის შექმნისა.
მოდელის შექმნა, მათემატიკური სცენარის, მათემატიკური მოდელის, მათემატიკური კომპიუტერული მოდელების შექმნა ეს მარტივი არ არის და ჩვენი კვლევის მიხედვით, რაც ჩვენ გადავხედეთ, რაც ჩვენ გავიაზრეთ მის ნაშრომებში, ძალიან რომ ვთქვათ, მაღალი დონისა და გაოცებას იწვევს როგორც ჩვენთვის მათემატიკოსისთვის, რამდენად შეიძლება მათემატიკა თავისი სილამაზე აჩვენოს ადამიანს სამეცნიერო თვალსაზრისით და აი ეს ნაშრომები, რომელიც მან თავის სამეცნიერო სკოლასთან მეც მათემატიკური მიმართულებით მის სკოლას წარმოვადგენ 10 მეცნიერი და რომელმაც მის მიმართულებით დისერტაცია დაიცვა და აი ეს იმდენად ლამაზია მისი ნაშრომები სხვადასხვა მიმართულებით მოიხიბლებით მაშინ როცა კარგად შეისწავლით. განსაკუთრებით ამ მიმართულებით რომელიც ახლა ჩვენ გამოვხვეთეთ პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის მათემატიკური მოდელირება რომელიც შეისწავლება ანუ ქართველური მოდელის განსახლების სივრცე, მათი რაოდენობის შესწავლა დროის ყოველ მომენტში აი ეს არის იმდენად ლამაზი ფორმულები მათემატიკური რომელიც სულად მიახლოებით კი არა, სულად წარმოგიდგენთ რა მდგომარეობა იყო ამ ხრივ, როგორ გაიზარდა საწყისი მომენტიდან, ანუ საწყის მომენტს დაახლოებით ჩვენ თუ ავიღებთ წვეწად აღრის 5,000 წელს, დაახლოებით ეს უნდა ყოფილიყო 1 მილიონი და როგორ გამრავლდა, რა რაოდენობის გახდა შემდეგ პერიოდებში, ჩვენ ამ პერიოდებს ყოფთ 4 ნაწილად და ამ ნაწილებზე საუბარი გვექნება შემდეგ გადაცემებში. ეს არის აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათემატიკის სილამაზე რომ დაინახოს ადამიანს აი ეს ფაქტობრივად ღმერთის ძალა უნდა ჩაერიოს ამაში და ეს დიდი მასშტაბი აზროვნებისა და ამ სილამაზის თანახვისა და ახმის უნარის და შექმნისა ამ მიმართულებით ღმერთმა გუბოძა ბატონ თემურ ჩილაჭევას და მას მადლობა ვუთხრათ მისი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის. მან საკმაოდ კარგად წარმოადგინა ქართული მათემატიკური სკოლა მსოფლიო მასშტაბით და დიდად სასიხარულოა რომ ქართველი მეცნიერი ამ დონის ნაშრომს ქმნის თავის სკოლასთან ერთად. ვუსურვებთ მას წარმატებებს, გამარჯვებებს და ძალიან იქნება კარგი ის დრო, როცა საქართველოს ძირითადად იქნება მიმართული მეცნიერებისა და განათლების გაძლიერებაზე. აი დღეს ძალიან ბევრ საუბრობენ, რომ საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, არ უნდა იყოს არც რუსეთის გავლენის, არც დასავლეთის. მხოლოდ ეს შესაძლებელია ძვირფასო მსმენელებო, თუ თქვენ გეკნებათ მაღალი რანგის სამეცნიერო სკოლები, განათლებისა და მეცნიერებისა. აი სამეცნიერო მიმართულებები, რომელიც იქნება ძლიერად დაფინანსებული, განათლებისა და მეცნიერების სამისრომით დაინტერესებული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მეცნიერების თანამდებობებზე სახელმწიფო სისტემებში, მაშინ ჩვენ იმედი გაგვიჩნდება, რომ მეცნიერებას დიდი მომავალი ექნება საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით მოვიტყუილებთ თავს ქართველებო, ჯერჯერობით ეს მომავალი ჩვენ არ აგვაქვს, იმიტომ რომ ის სკოლა, რომელიც ქართულ მეცნიერებას განსაკუთრებით მათემატიკის, ფიზიოლოგიის, ფიზიკის და სხვა მიმართულებით შენარჩუნება ჭირდება და მეცნიერება მარტო არ არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. სახელმწიფოს დაფინანსების ფორმა უნდა გადანაწილდეს და ძირითადად იმაზე უნდა იყოს მიმართული, რომ ვინ არის სწორი და პროდუქტის შემქმნელი. ანუ სამეცნიერო დიდი პროდუქციის შემქმნელი. აი ეს პრიორიტეტები უნდა გამოიკვეთოს. მეცნიერების მართვას დიდი ცოდნა ჭირდება და დიდი გამოცდილება შესაბამისად მეცნიერებაში. აი ამ რანგის სახელმწიფო პირები თუ გვეყოლება და თუ 20 წლის განმავლობაში ეს პროცესი შეუწყვეტლივ გაგრძელდება, მაშინ საქართველოს რაღაცა ფორმით ექნება მტკიცე სახელმწიფობრივი სისტემა და დამოუკიდებელი ფორმები მუშაობისა. მეცნიერების
გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ მივახცევთ და ამას სწორედ ფაზისის აკადემია კიდევ ერთხელ ამბობს, იმიტომ რომ ჩვენ 1900 წლის ვარ, ჩვენ გვაქვს ამის თქმის უფლება, იმიტომ რომ პირველი ქართველი მეცნიერი მარკენ ფაზისელმა დააფუძნა ფაზისის აკადემია, მოგეხსენებათ, რომ ეს არის პლატონის აკადემიისა და არისტოტელეს ლიცეობის შემდეგ მესამე მაშინდელ მსოფლიოში, სადაც სწავლობდნენ გამოჩენილი ქართველი კოლხი სწავლულები და უცხოელი სწავლულები, რომლებმაც სახელი გაითქვეს მსოფლიო მასშტაბით. განსაკუთრებით მარკენ ფაზისელი, ის იყო დიდად განსაუბრული პიროვნება და მან ფაზისის ეპისკოპოსმა ჩამოაყალიბა ფაზისის აკადემია, ფაზისის უმაღლესი რიტორიკული სკოლა, რომელთა ჩვენ უნდა ვამაყობდეთ, რომლის საფუძველზე ქართული მეცნიერება უნდა ყვაოდეს, რომლის საფუძველზე ქართველი სახელმწიფო სამეცნიერო სისტემები უნდა ამაყობდეს სოფლიოს წინაშე და უნდა წარადგენდეს ამ საკითხებს, ამ უძველეს ფორმას, უძველეს მიღწევებს, რაც ჯერჯერობით ამ მხრივ ჩვენთან და ამ მხრივ დაინტერესება არ არის და თვითყოფადობა ქართველი ერისა მხოლოდ და მხოლოდ მიღწევა მეცნიერებისა და განათლების გაძლიერებით. მეცნიერებისა და განათლებაზე არის დაყრდნობილი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ასეთი ფორმულა ფაზის აკადემიას, სახელმწიფო მეცნიერება, სარწმუნოება. აი აქ უნდა იყოს ამ სამივე ფორმულის გარშემო რეალური მოქმედება, რეალური საქმე გაკეთებული. ამიტომ მეცნიერებას თუ დააფასებენ, მეცნიერების დაფასებაში ჩანს კონკრეტული მაღალი რანგის მეცნიერების ხელშეწყობა, რომელთაც აქვს ძალიან დიდი პროდუქტი შექმნილი ქართული მეცნიერებისთვის. აქ კიდევ ერთხელ გამომეორებ ხაზგასმით, განსაკუთრებით მე ვამბობ სამეცნიერო ხელმძღვანელს, ბატონ თემურ ჩილაჩევას, პროფესორ თემურ ჩილაჩევას, რომ სათანადოდ უნდა დაუფასდეს ეს ღვაწლი ის, რაც მან ქართულ მათემატიკურ სკოლას შეძინა. ქართველებო, ყურადღება მიაქციეთ, რაც არის სწორი მეცნიერული კვლევები, ჩვენ გულისხმობთ სწორში, იმ თვალსაზრისით, რომ მეცნიერმა თავისი ნაშრომები მაღალ რეიტინგის ჟურნალებში უნდა გამოაქვეყნოს. აი სწორედ მეცნიერი ასე გამოიკვეთება. დღეს საქართველოში ყველა დისერტაციას იცავს, მაგრამ მეცნიერს ვერ ვუწოდებთ იმათ, ვინც არ მოქმედებს დღემდე და პროდუქტს არ ქმნის. აი სწორედ წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ადამიანმა 10 ახალგაზრდა აღზარდა და დისერტაცია დააწვევინა იმ დროს, როცა საქართველოში 90-იან წლებიდან ამ სოხუმის მოვლენები მოგეხსენებათ, აფხაზეთიდან ტოლვილის საზოგადოება ჩამოვიდა, ბატონი თემური, როგორც თქვით მოგახსენეთ, არის ცხუმ-ახაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და აფხაზეთიდან გახლავთ და რა მძიმე მდგომარეობა გაიარეს და ამ ადამიანმა 10 ქართველი მეცნიერი გაზარდა და დისერტაცია დააწვევინა. ძალიან დიდი ნიშნულობა აქვს, რომ ახალი თემა შექმნა და დისერტაცია დააწვევინა ახალგაზრდებს მათემატიკის მიმართულებით და განსაკუთრებით კიდევ ხაზგასმით ვიტყვი, რომ სილამაზე მათემატიკისა უნდა დაინახო გამოყენებით მათემატიკაში. მე როგორც წმინდა მათემატიკის სპეციალისტი, მათემატიკური ფიზიკისა, ქვიან ჩავერთვე ამ მიმართულებით, მაგრამ საოცრებაა ის, რომ მათემატიკა, როგორც თავისი სილამაზით, რომელიც ღვთისგანაა შექმნილი, განსაკუთრებით ძალიან ჩანს გამოყენებით მათემატიკაში. ჩვენ მრავალი კვლევა წარმოგიდგინეთ სხვადასხვა გადაცემებში წინათ, რომ გამოყენეთი მათემატიკა იყო დასაწყისი საერთოდ ეკონომიკასთან ერთად, კაცობრიობამ დიდხანს ეკონომიკური განვითარების შედეგად გამოყენებით მათემატიკა განვითარდა და მერე ძალიან მოგვიანებით დაიწყო საბერძნეთში წმინდა მათემატიკის ჩამოყალიბება, მაგრამ ისევ და ისევ უკავშირდება გამოყენებით მათემატიკის დაფუძნება უკვე ევროპაში მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეში სწორედ გამოყენებითი მათემატიკამ საფუძველი ჩაუყარა წმინდა მათემატიკას. აი ჩვენ ვეხებით ამ სამეცნიერო ნაშრომებში ბერნულის და რიკარდის კანტოლებებს. რისგან გაჩნდა, რა მოსაზრებებით შექმნეს ბერნულმა და რიკარდმა ეს თავიანთი კანტოლებები,
და ეს მასალა ჩვენს კვლევებში წარმოვადგინეთ და ამ კვლევებს ნაწილობრივ წარმოგიდგენთ მომავალ გადაცემებში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ.